მეცხრე არხის გადამღები ჯგუფი დღეს მთელი დღის განმავლობაში ლაზიკაშიც იმყოფებოდა, სადაც სამშენებლო სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდებს პირობა მისცა, რომ სექტემბერში ლაზიკის პორტის ადმინისტრაცია და მერიის შენობა გაიხსნება. რა ეტაპზე ამ დროისთვის სამუშაოები და ვინ დასაქმდა მშენებლობებზე? მომავლის ქალაქი, რომელიც ჯერ არ აშენებულა, თუმცა მერია უკვე უნდა გაიხსნას. ნახეთ, როგორ იქნება ლაზიკის სიმბოლო 30 მეტრიანი მონუმენტი, რეპორტაჟი ლაზიკიდან. სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ლაზიკის პორტის ადმინისტრაცია უნდა გაიხსნას, თუმცა როგორც მეცხრე არხმა გაარკვია, ახალაშენებული შენობა წარწერით პორტი ლაზიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და პროექტის მიხედვით საცხოვრებელი კორპუსია. აბრამ მშენებლობაზე ახლაც დგას. ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის და ლაზიკა პორტი რატო დააწერეს? მაგი რა ვიცი, ჩვენ მაგას ვინ გვეთხოვდა, ვინ გაგვაგებია. ჩვენ გვეთხოვია დამიღრია, რა ვიცი, რომ გადაახვდა წყაბეთქოს. პორტის ტერიტორიაზე, სადაც გემები უნდა შემოვიდეს, მშენებლობა ახლა იწყება. მუშების თქმით, ერთ თვეში მშენებლობის დასრულებას ვერ მოასწრებენ და ეს პერიოდი მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებისთვისაა საჭირო. ერთადერთი დასრულებული ნაგებობა აქ შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც რამდენიმე დღის წინ პორტის ადმინისტრაციად გადაკეთდა. ეს ლაზიკის პორტის ადმინისტრაციაა. მშენებლობა თითქმის დასრულებულია. საზეიმო წითელ ლენტს აქ მალე პრეზიდენტი გახსნის და როგორც ამბობენ, არარსებული პორტის ადმინისტრაციაში უამრავი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს იქნება ყველაზე მსხვილი საპორტო ქალაქი საქართველოში და მოგცემს საშუალებას პირველ რიგში ჩვენი პროდუქცია გავიტანოთ ექსპორტით საზღვარგარეთ. დღემდე ლაზიკის მშენებლობით სარგებელი უმეტესად უცხოურმა კომპანიებმა ნახეს. მაგალითად 30 მეტრიან მონუმენტს რუმინელები აშენებენ. მშენებლობაზე ზედამხედველობა ქართულ კომპანიას ზიმოს დაევალა, თუმცა კომპანიის წარმომადგენელს არ აქვს პასუხი კითხვაზე, რას აშენებს. ძირითადად რუმინელები მუშაობთ. დიახ. ოკეი. დრისი მონუმენტი უნდა იყოს ეს, რა იქნება? რა ვიცი რა ქვია რა. ეგეთი მონუმენტია და სახელი არ ვიცი. სიმბოლო იქნება რამის? არაფრის და პროსტა სილამაზის გუნობაზე რა, ესეთი რაღაცა ფუნდამენტი იქნება, რაღაცა. კიდევ ერთი მშენებლობა, რომელიც 15 სექტემბრისთვის დასრულებულ სახეს მიიღებს, ლაზიკის მერიის სახელით ცნობილი ნაგებობაა. ტერიტორიაზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. და ისე დაჩქარებული ტემპით მუშაობთ, როგორც იცი. კი ბატონო. მაგრამ ხარისხიანად. 24 საათიან რეჟიმში მუშაობთ? არ მუშაობთ 24 საათიან რეჟიმში, მაგრამ მუშაობთ იანვრამდე. ყველა მშენებლობა, რომელიც ამ დროისთვის ლაზიკის სახელით მიმდინარეობს, ანაკლიის ტერიტორიაზე მდებარეობს. ანაკლიას კი დღემდე სოფლის სტატუსი აქვს.